ხედავ რა ხდება. მეგონა ჩვენ სახლში დაგაწინებდი. მამა შენის გვერდით. ამაზე რამდენი თვე ვოცნებობდი, როცა მუცლით გადარებდი. ზოგჯერ აქ მამა შენი მოტოციკლით მოდიოდა ხოლმე. ჩვენზე მნიშვნელოვანი მისთვის რა უნდა იყოს? ასე როგორ შეიძლება? ოჯახს დაკარგავ. ასეთი ჯიუტი რატომ ხარ? ჯიუტი არ ვარ დედა. იმას მივახციე, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ახლა გზახსნილია. როგორ შეიძლება ხაზი გადაუსვა ყველაფერს, რასაც ამდენი წელი დაუთმე? ეს დღე ჩამამწარა. კარგი. ზურგი შეაქციე პატარა ბავშვს. მალე ასიე გონს მოვა. დარწმუნებული ვარ. ასე არ მომექცევა. ცოლად გამომყვა. იცოდა ვინ ვიყავი. შვილო, ეს კონტრაქტი არ არის. იცოდე როცა მოყვებოდა, იცოდე როცა წავიდა. ურთიერთშეთანხმებით მოხდა ყველაფერი. ცხოვრების მანძილზე ადამიანი იცვლება. უამრავ ეტაპს გადის. მე და მამა შენ შემოგხედე. დედა მომისმინე. ჩემ ცხოვრებაში შესანიშნავი და საოცარი რა მოხდა. იამაყოს შემით. ცოტა მხარი დამიჭიროს. სხვაგვარად როგორ შეიძლება? ილიას. სინამდვილეში ასიეს არ სიამოვნებს. ჰელინთან ერთად რომ გხედავს. ის ხალი გმართავს. გეხმარება, სამუშაოს გთავაზობს, ბიზნესს. ასიე თავისებურად მართალია. ამას რომელი ხალი აიტანს? ნუ გაგიჟდება. როცა ასიე ასე მიყვარს, სხვა ხალხს როგორ შევხედავ? გამოდის რომ გარეთ არ უნდა გავიდე. თორემ ღმერთმა არ ქნას, ვინმე დავინახო და მომეწონოს. კარგი, არ გახვიდე, არ გახვიდე. ახლა ცნობილი კაცი ხარ. გოგონები არ მოგასვენებენ. შვილო. იცოდე, ძალიან ინანებ. ოჯახს გაუფრთხილდი. კარგი, ძილინებისა. არავით არის დედა და მამა. ჯერ ბიძა უნდა თქვა. ბიძა. ბიძა. ახლა გაიმეორე. თითქოს შენი ესმოდეს. გაიწიე. ნუ და ტანჯე ამდენი ლაპარაკით. ესმის. ჩემი შულს ესმის. ჯანკად, 13 სადინოთ არ მიდიხარ? წადი სკოლაში, წადი. სკოლაზე გამახსენდა, ხელი მოაწერე დედა. რაზე უნდა მოგვეწერა ხელი? საზაფხულო ბანაკში წასვლაზე. გადაწყვეტეთ გაუშვათ? წავიდეს. შორს არ არის. ერდექეშია. კარგი. სკოლის შემდეგ სიძესთან შეიარა და ხელს მოაწერს. არა, ასე არ გამოვა. საბუცხელი დედამ და მამამ უნდა მოაწეროს. მასწავლებლის მოთხოვნაა. ჩიმულამასო. Kızım, შვილო, İlyas geldi salonda. ილიასი მოვიდა. სასტუმრო ოთახშია. შვილის ნახვა უნდა. Yeniyimdir. ახლა ვაჭამე, ფრთხილად იყოს.
Sen indir. შენ მიუყვანე. Bekliyor arabada. იფექი მანქანაში მელოდება. ბაზარში მივდივართ. Anne. დედა, Ay. Şu halime bak ya. მამას უყურეთ. Ay, onun için üzüldüm falan sandım. არ ეგონოს რომ მის გამო ნერვიულობ. ჩუმად შვილო, ჩუმად. მოიცა. შვილა, Gel. მოდი, Gel babana bakayım. Hop hop. მოდი მამიკოსთან. Dün kucağına bile almadım. გუშინ ხელშიც არა იყვანე. Çok meşgul. ჩხუბის მეტი არაფერი გაგიკეთებია. შვილა, Yeni hem de fazla. ფრთხილად, ახლა ვაჭამე. Büyüyünce... შვილა, როცა გაიზრდები, ჩემი და დედა შენის პრობლემებს შენ მოაგვარებ. შვილა, ლაპარაკს როდის დაიწყებ? Ben ne zaman... ვიდრე გაიზრდები, ეს პრობლემაც გამწვავდება. თავად უნდა მოვაგვარო. Bu iş çok uzar. რა ვქნა? Bu işi ნამდვილად. ნამდვილად. Hatim abi. მამა ბახათინ, Ben... მინდა ჩემი ცოლ-შვილი სახლში წავიყვანო. artık. ამას თავად გადაწყვეტს. Ya benim... საფუძვლიანად უნდა დაველაპარაკო. Siz bir tutun. ცოტა ხნით აიყვანეთ. Tutun tutun. აიყვანეთ. Tamam mı oğlum? კარგი შვილო. მოიცა? საჰერ. არა. საჰერ. იფეკ. Mehmet'i ne yaptın? მეჰმეთი სად არის? მეჰმეთი ვინ არის? İsmi oğlum. ჩვენი შვილი. Mehmet koy. მეჰმეთი დავარქვი. İsmini ben... უჩემოდ დაარქვი სახელი. Mehmet olsun. მეჰმეთი გადავწყვიტე. რა იყო? ცუდი სახელია? არ მოგწონს? ნახომდი შვილო. ილიას, სახელი თუ არ მოგწონს, შეგიძლია შეცვალო. როცა მოწმობას ავიღებთ. გამაფრთხილე ცოლი შოთას უნდა აპირებს. შვილის ქორწილს სიამოვნები დავესწრები. და რეკო არ დაგაუწყდეს თუ შეიძლება. ასიე? ნუ ტირი შვილო. სად დაიგარგა დედა შენი? Hepsi bahane. გაბრაზდა სახელი მის დაუკითხავად რომ დავარქვი. Bütün bahane. ეს ყველაფერი მიზეზია. მიზეზი იმისთვის რომ თავისი გაიტანოს. კარგი, ის გაჯეუტდა, მაგრამ შენ რა გემართება? Ondan korkmasam koyacağım. მამა შენის რომ არ მეშინოდეს, სახლიდან გაგაგდებდი. და განახებდი, შენი ქმრის სახლში როგორ გაიქცეოდი. Kimseye muhtaç değilim. თუ ასე გინდა წავალ, არავინ არაფერში მჭირდება. Konuşma. სისულელეებს მოიშვი, ჭკვიანად მოიქეცი. Tansiyonum თქვენი გადამკიდე, წნევა მამიწია. gidecekmiş. წავა თურმე. Asiye. ასიე, Ablacığım. დაიკო მომისმინე. Düzelmeyecek. შერიგებას თუ არ აპირებთ? Yani არ გინდა მეჰმედი მე წავიყვანო სახლში. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ. Yani sen daha ufaksın. რა სიტყვი? ბატარა, რა ვქნათ? ჩემი აზრით მეჰმედი კარგი სახელია. ნუ ხარ ასეთი ჯიუდი. იმის ნაცვლად რომ შეცდომა გამოასწორო, გამუდმებით უსიამოვნებას ეძებ. O uzatıyor. მისი ბრალია. Al bak çocuğun bu hayatı... დაფიქრდი. უკვე მესამე დღეა რაც ბავშვი გაჩნდა და ისევ უჩემოთ ატარებს ღამეს. ძმაო, თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება ოჯახი დაგენგრეთ. Sevgiliniz. გიღირს სამად. მითხარი.
თუ ასეთი სულელური მიზეზით დაანგრევს ოჯახს და დაანგრევს ძმაო ამას ბრაზი გალაპარაკებს ერთმანეთს თუ მართლა დასცილდებით დამიჯერე დაიღუპები გამარჯობა. გამარჯობა ილიას, შენთვის არაჩვეულებრივი ამბავი მაქვს. არც კი ვიცი როგორ მოვითმინე და აქამდე როგორ მოვახციე. თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო და გერეკა როცა ამას გეტყვი, მინდა რომ შენ სახეს ვხედავდე. მზად ხარ? ბურსაში კიდევ ერთ ფილიალს ვხსნით. შენი გამარჯვების შემდეგ გაყიდვების რიცხვმა იმადა. ამას გარდა, მოტოსკოლის გახსნაც გადავწყვიტე. ჩემპიონების სკოლას ვგულისხმობ. მასტერკლასებს თუ ჩაატარებ ხოლმე, მოსწავლეები არ დაგველება. ნითფულს ვიშოვით. კიდევ შესანიშნავი ადგილი ვიპოვე. იცი, ფაბრიკაში თავისუფალი საწყობი გვაქვს და გავარემონტებ. ილიას, გთხოვ, თავს ნურაფრით გადაიხლე, კარგი? სულ ცოტა ხანში უმრავი საქმე გვექნება. ამასობაში კი, შენი ცოლიც მოეშვება ჭირვეულობას. შესანიშნავი ამბავია ეს საქმე მართლა დიდ მოგებას მოგიტანს არა მგონია რამე გამოგვივიდეს სელინ აქ ისედაც უამრავი საქმე გვაქვს და ვერაფერს ვასწრებთ უბრალოდ დრო არ გვეყოფა მართალია, თქვენ აქაურობას მიხედეთ. ყველა თუ გაიკრიფებით, საქმეს მიღა მიხედავს. მაგრამ აქაურობა ისედაც ილიას საბარია. მისი სახელი ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხს სწორედ ის იზიდავს. ჰელინ მომისმინე ეს საქმე სამივე ერთად წამოვიწყეთ მარტო ვერაფერს გავხდები ილიას, მარტო არც იქნები. შენი გუნდი გეყოლება. ახალ თანამშრომლებს მივიღებთ. რა იყო? ჩემი წინადადება არ მოგწონს? წინადადება შესანიშნავია მაგრამ ასიე მომბეზრდა. ამბობდი სათამაშო არ ვარო. ყველაფერი გასაგებია. ესე იგი ჯერ ქალბატონს უნდა ვეახლოთ და ნებართვა ავიღოთ. მერე კი შენ დაგელაპარაკოთ. ჰელინ სისულელეს ნუამბობ მე უკვე მამა ვარ ეს სახუმარო საქმე არ არის თანაც მალე შეჯიბრი გველოდება თითქოს ევროპულ წარმომადგენლობაში მუშაობას გთავაზობენ. ბურსამდე 9 საათი სავალია. წახვალ და წამოხვალ. მართალია თავიდან დაკავებული იქნები მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდება კარგი. მოიფიქრე. ფულის შოვნამეც მაწყობს კარგი თანახმა ვარ ამ საქმეს მე მივხედავ კარგი. თუ ასეა აღნიშნეთ. აიხან, მოდი აქ. მე უნდა წავიდე სალი ხამელოდება ნახვამდის მეგობრებო რა უცებ გაიზარდა. 15 დღეში უკვე დაკაცდა. ჩემი პატარა. ნამცეცივით იყო. ბავშვები რა უცებ იზრდებიან. არა დედა შენ ვერ მომჩნევ თორემ ჯერ ისევ პატარაა დედა შენი მართალია ილიას. დღეს იქიმთან ვიყავით. ჩვენმა პატარამ უკვე 250 გრამი მოიმატა. ყოჩახ, ქალბატონო სეჰერ. მადლობელი ვარ. წინასწარ რომ არ გვაფრთხილებთ ხოლმე. ყველა მოვლენას ვაკლდებით. აწონეს და გაზომეს. მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა. სკოლაში ხომ არ წასულა? ბავშვი გამომართვის შვილო. არა. ამისთვის პასუხს ასიეს მოვთხოვ. აუცილებლად ვუსაყვედურებ. ექიმთან კიდევ ასჯერ წავა. 15 დღეში ისევ დაბარებულია და მაშინ გახევით. დედა ფატმა თქვენ ხართ? გამარჯობა. ღმერთო ჩემო. თითქოს არ იცოდე რომ მოვედით. ასიე, მორჩაშვილო. ბარგი ჩაალაგე. სახლში მივდივართ. ეს ამბავი ძალიან გაჭიანურდა. რატომ? რა მოხდა? ილიას მაზრი შეიცვალა? სპორტსა და ბიზნეს თავსანებებს? ასე გითხრათ და თქვენც დაუჯერეთ? ღმერთო ჩემო, შვილო. არაფერსაც არ ანებებს თავს. რას ვიზამთ? კაცები ასეთები არიან. თუ ძალას დაატან, ჯინაზე უარეს იზამენ. დროთა განმავლობაში ყველაფერს მშვიდად მოაგვარებ. ქალური ეშმაკობის არაფერი გაგეგება. ანდა რომელ ქალურ ეშმაკობაზე გელაპარაკები, დედობრივი ინსტინქტიც კი არ გაქვს. გარა შეიძლება რომ ასეთი ჩვილი ბავშვი მამას დააშორო. თუმცა ასეც ხდება ხოლმე. ზოგიერთი ქალი საერთოდ ვერ აცნობიერებს თავის მოვალეობებს. იქნებ ასე იმიტომ ვბრაზობ, რომ ყველაფერს ვაცნობიერებ. არ გიფიქრიათ, რომ ასე სწორედ ჩემი შვილის საკეთილდღეოდ ვიქცევი.
რადგან არ მინდა უმამოდ დარჩეს და არანორმალურ ოჯახში გაიზარდოს. Ne oldu? რა მოხდა? Altına yaptı galiba. გონი ჩაისოლა. Oğlanın ჩემი შვილისთვის გვარი დღემდე არ მიმიცია. doğum belgesiyle დაბადების ცნობა და პირადობის მოთმობა მომეცი. ყველაფერს თვითონ მოვაგვარებ. Çekmecede benim... დაბადების ცნობა უჯრაშია. ჩემი პირადობის მოწმობა საფულეში დევს. შვილო, რათა გიმართა? ჩემ ბიჭს უკვე კარგი სუნი აქვს, ხომ ასეა? მეჰმედი. გონი ერთადერთი ბავშვია, რომელსაც მამის დაუკითხავა და არ ქვეს სახელი. Sen bize sormadın. ჩვენი მომავალი შენც ჩვენს დაუკითხავად გადაწყვეტა. ხო და მეც შენს დაუკითხავა და არ ქვი სახელი. Beğenmediysen... თუ ასეთი საშინელებაა, შეგიძლია წახვიდე და სახელი შეუცვალო. რა პრობლემაა? sen de მომავალი მე და შენ გვეკუთვნის ასია. ben kendi adıma ver. საჩემოთ არაფერი გადამიწყვეტია. Nasıl olsa... მომავალში ერთად ყოფნის უფლებას მაინც არავინ მოგცემს. Yok yani. თქვენს ხალიშვილს ზედმეტად ესარჩლებით, ქაბატონო სეჰერ. Sonra bazı ზოგიერთი რაღაცების შეწებება მერე გაგიჭირდებათ და მიჯერეთ. ისევ თქვენ დარჩებით გულნადგენი. kaç zaman სახვეწარი გაგიხდებათ, სახლში რომ დაბრუნდეს. უკვე ისედაც საკმარისი დრო გავიდა. de istiyorum ha. Canım ben istemez miyim aralık? გონიათ მე არ მინდა რომ შერიგდნენ. Görüyorsunuz işte. მაგრამ თვითონაც ხომ ხედავთ? Senin oğlanın თქვენი შვილი საერთოდ არ ცდილობს თავის ჭკუაზე იქცევა. sanki ikisi ისე გაჯიუდნენ, თითქოს ვირების ოჯახში იყვნენ გაზრდილები. Yani şimdi კარგი ერთი. ისე ლაპარაკობ თითქოს მარტო ჩემი შვილი იყოს დამნაშავე. neresinde görülmüş რადგან მუშაობა უნდა, იმიტომ ქაბატონო სეჰერ. ანდასად გაგონილა რომ ცოლი ქმრის საქმეებში ერეოდეს. ერთხელ ეტყვი, მეორედ უსაყვედურებ და მერე დაწყნარდები. ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. როგორც წესია. გარე შეიძლება სახლიდან წასვლა. მამაშვილი ერთმანეთს როგორ დააშორა. არ შეიძლება, არ შეიძლება. პირიქით, ბავშვი სახლში უნდა იყოს, რომ მამა უფრო მეტად მიეჩვიოს. ადე დედა, მივდივართ. თავს ტყუილად იღლი. რა მოხდა? ასე როგორ შეიძლება? როგორ? თითქოს ცირკში მუშაობდე. მე სპორტსმენი ვარ. ჩემი პროფესიის გამო ბოდიში ვერ ავიხადო? ქალბატონმა აქეთ დამადოვალი. ნუ რას უკასრავად? ადე დედა, წავედით. გოგონებო, წამოდით. აი ხომ ხედავთ ქალბატონო სეჰერ. სწორედ ამას გეუბნებოდით. წამოდით გოგონებო. Hadi iyi günler. წამოდით, კარგად ბრძანდებოდეთ. ლაპარაკს აზრი არა აქვს. Cehennem... ჯანდაბამდე გზა ქონია. შენი ჰელინიანად.